დავიწყოთ თქვენ უყურებთ ალექსი ჩიქოვანის დიდ პოდკასტს, სადაც საუბარი მიდის ბრენდინგზე, სტრატეგიაზე, სტრატეგიულ ბრენდინგზე. პოდკასტის პარტნიორები არიან TBC ბიზნესისთვის და აზროვნების აკადემია. დღეს სტუმრად გვყავს ადამიანი, რომელიც არის თანამფლობელი ისეთი ადგილების, უკვე შეიძლება თამამად ითქვას, თბილისელებისთვის საყვარელი ადგილების, როგორიც არის ონორე, აპრილი, საღიღინო, ეხა დაემატა პალმები, ოლდბოისი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ნელ-ნელა ფართოვდები და ფართოვდები. დიდი მადლობა რომ მოხვედი, ძალიან საინტერესო ამბავია ჩემთვის, кейს რომ ეძახიან და მინდოდა დიდი ხანი ამაზე დალაპარაკება, რომ რანაირად მოხდა ისე რომ ადამიანი რომელიც იყო ჟურნალისტი და ფოტოგრაფი, აქამდე ესე გიცნობდით, უცებ აღმოჩნდა ბიზნესში, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე რთული საკეთებელი. თუმცა ჩანს რომ ადვილია, ხო? ახლა ვისაც ამასთან საქმე არ ქონია, რავი, ბებია ჩემის როეული მაქვს, ისეთი რეცეპტები დავცხებ ერთი კაი ზავიდენიას ამბობენ და მერე თურმე აღმოჩნდება რომ ერთ კარგ ზავიდენიას ვერ დაცხებ. მოდი ჩვენი საუბარი რომ ფოკუსირებული იყოს, მე ამ ჩამონათვალიდან რაც თქვენ გაქვთ, ჩემთვის ყველაზე საყვარელზე შემოგთავაზებდი რომ რომელია ყველაზე საყვარელი? ყველაზე საყვარელი არის ონორე, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეს იყო პირველი, ეს იქ არის ისეთი რაღაცები, რომელიც მე ძალიან მიყვარს. როგორ მოხდი მანდა, ხო იცი, აი, რა ვიცი, ბავშვობიდან აქავზე ვარ არ მითხრა ოღონდ. გამარჯობა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. იმედი მაქვს, რომ საინტერესო საუბარი გამოგვივა. მე და ჩემს პარტნიორს ჰქონდა პატარა ღვინის წარმოება, ბრენდი და ჩვენ ამ ღვინოს ყიდით მხოლოდ კარგ წარმატებულ ჩვენი მეგობრების ასევე ხორეკაში, კაფეებში, ბარებში, რესტორნებში, სასტუმროებში. მერე მოულოდნელად ჩამოკრა უბედურების ზარმა, თუ ხვდები რას ვამბობ? ვერ ხვდები? დაიწყო კორონავირუსი, ჩაკეტვები და აღმოჩნდა რომ ეს ღვინო ვერ გავყიდეთ ვეღარსად, იმიტომ რომ ეს ჩვენ ხო გასტრონომებში არ ვყიდით არა. გასტრონომი რა ეხა ბრენდი გახდა ძალიან ლამაზი გასტრონომი და მე როგორც ძველი მოდის ადამიანი, ძველი ყაიდის გასტრონომს ვეძახი ყველა სასურსათო მაღაზიას. გასტრონომი ბაკალეია და მაინც უნივერსამით შეიძლება. უნივერსამი, ხო, აი ბებია ჩემიც მაღაზიაში მუშაობდა სანახევროდ იქ ვარ პატარაობაში გაზრდილი და ეს ძველი ტერმინები შემოვრჩა. ხო და დავიწყეთ ფიქრი რომ აი ეს ღვინო რა გავაკეთოთ, რა უყოთ ამ ღვინოს და აი ძველი პატარა ის კონცეფცია ვიპოვე ჩემს hard drive-ზე დაგდებული სამწვადის. სამწვადე, სადაც მხოლოდ აი მუჟიკები არივლიან, რომელიც იქნება მისაღები ყველას. ანუ ეს გეფიქრებოდა ოდესმაც. კი, აი ხანდახან ხო არის გამონათება, შენ კრეატიული ადამიანი ხარ და იცი რომ აი როგორც გამონათება გაქვს, ეგრევე უნდა ჩაიწერო. რა თქმა უნდა. დადე რა, არ დაიკარგება ის. ნათელი და სათელი გზას არ დაკარგავს. მაყურებლისთვის ვიტყვი რომ მაგარი რამე თქვა, ჩემს სტუდენტებს, დამკვეთებს, ყველას ვეუბნები, რომ რაც მოვა თავში ჩაიწერეთ, იმიტომ რომ დავიმახსოვრებ, არ გამოდის, იკარგება. არა, შანსი არა. ეხლა თან ისეთი ინფორმაციული ოვერდოზია დღეს ცხოვრებაში. ერთი ჩასკროლა ნიშნავს 10 იმდენი ინფორმაცია, რასაც 100 წლის წინ იღებდა ადამიანი. არც 100, 50. აი ეს საშინელება რა და. ამიტომ ვიწერ ყველაფერს ვაგდებ და გიორგის ვეუბნები რომ მოდი ბატონო გიორგი, აი ცადოთ რა იცი რა ხდება, რა იცი როგორ გაამართლოს. ანუ ეხა უკვე ისეთი რაღაცა თქვი რომ აქ უკვე უნდა ჩაგერთო ხოლმე. ანუ ბრენდის კონცეფცია თქვი რომ სამწვადე სადაც მარტო მუჟიკები არივლიან, ხო? ეს იყო. აბა მწვადი არის უნივერსალური რაღაცა. ეხლა ენტონი ბურდენმა თქვა რომ შეიძლება ბარბიქიუ, მწვადი, შემწვარი ხორცი არ იყოს გზა მშვიდობისკენ, უმოკლეს, მაგრამ მინიმუმ პირველი ნაბიჯი მაინც არის ამ ყველაფრისკენ. შემწვარი ხორცი არის ის, რაც ადამიანს ალბათ მილიონი წლების განმავლობაში აქვეცნობიერში დალექილი. შემწვარი ხორცი არის ის, რაც ადამიანი აქცია ადამიანად, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ აი ღეჭვისგან ვითარდება რაღაცა აწვება ეს კუნთები თავის ხალას, მერე ტვინე ვითარდება და ნუ გარდა ამისა ის ცილებიც რაღაც ამინომჟავებით ხელს უწყობს, რომელიც გარდაიქმნება ცეცხლთან ურთიერთობაში და ადამიანი ვითარდება. ერთ სიტყვით ჩვენს შემწვარ ხორცს უნდა უმადლოდეთ და წინაპრებს, რომ დღეს ვართ ადამიანები. ხო და ეხლა ეს შემწვარი ხორცი ხო ხვდები ხა თბილისისთვის როგორი საყვარელი? კი ბატონო. ნებისმიერი ეროვნების და იმის წარმოშობის ადამიანი, რომელიც თბილისში ცხოვრობს, ხო? აი ქურთი, იეზიდი, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი,
რავი, ვინც გინდა. ყველასთვის წვადი, kebab არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა რა. უნივერსალური საკომუნიკაციო ენა. რა თქმა უნდა. აი ესპერანტოა. აი ყვამლი რო არის. აი არის კვებითი ესპერანტო. წმინდა სული არის ფაქტიურად აი ეს ხო? მე დარწმუნებული ვიყავი რომ ჩვენი იდეა იმედაშვილი გამახსენდა რატომაც. იდეა იმედა. დისლექსიკების ამბავი. იმედა გამარჯობა მიყვარს. საზარელთაგანი. კი ბატონო. ხო და მოკლედ დარწმუნებული ვიყავი და გიორგიც დარწმუნებული იყო, რომელზეც აი თელმა ტექნიკურმა სიმძიმემ და იმან გადაიარა. ხა მე მაინც შემოქმედებითი ადამიანი ეს გრამაჟები, ესა ცენტები, თეთრები, მთელი სიმძიმე გიორგისაც. კი ბატონო. ანუ გიორგიზე რატო? გიორგის ეს მოდა ესაკითხები, ამის სპეციალისტი იყო, გამოცდილება ქონდა. გიორგი არის ეკონომისტი, განათლებით. გარდა ამისა ქონდა ბარი, რესტორანი და ყველაფერი იცოდა რა უნდა გაგვეკეთებინა და რა არ უნდა გაგვეკეთებინა თავისი გამოცდილებით. ხო და ეს იმხელა საგანძურია ადამიანში, რომ როგორც აღმოჩნდა, გიორგის სოდნაზე ძალიან ბევრი რაღაცა დგას. თუ არა ყველაფერი ჩვენთან. გიორგის გვარიც თქვა. გიორგი აზნიაშვილი, ჩემი პარტნიორი, ჩემი მეგობარი, ჩემი ძმა. და ძალიან მაგარი რესტორატორი ამასობაში. კი ბატონო, გადასარევი. ხა გიორგის წინა პროექტი იყო CTO, ღვინისბარი ვერაზე, მერე იყო კაფე მანუ, რესტორანი და ნუ ეხა ამდენი წელია უკვე 4 წლის გავხდები სხვათა შორის 27 ოქტომბერს არჩევნებიდან მეორე დღეს. გადასარევი. ხო, ერთი სიტყვით საინტერესო ამბავი იყო ის, რომ ლოკდაუნში დავიწყეთ კეთება. კი ბატონო. აი მუშებს რომ, რავი, 8 საათზე უშვებს სახში რომ მიასწრონ იმას. გავიხსენით მაშინ როცა ასე თუ ისე თავისუფლება იყო, მეგონი არჩევნებამდეო 1 დღით ადრე თუ 2 დღით ადრე 4 წლის წინ და გახსნიდან 3 დღეში დაიწყო მეორე ლოკდაუნი. ოკეი. ხო, ბევრი სიმწარე გამოვიარეთ, აი ეს 6 თვე ჩვენ ვატარეთ ჩვენი თანამშრომლების სახლებში, იმიტომ რომ ტაქსი ძვირიღირდა არ ქონდა. ეხა იმასავით გამომდის, მე დავიწყე რესტორანი ერთი ბრინჯის მარცვალი, ხო? არა, რაღაც პატარა სასტარტო კაპიტალი იყო, მაგრამ იყო ძალიან პატარა რა. ეს კაი რამე თქვი რა, იმიტომ რომ სამწუხარო ჩვენ ქვეყანაში ალბათ დამეთანხმები ხა უამრავ ადამიანთან, ჩემზე ალბათ 10 ჯერ მეტ ადამიანთან გაქვს შეხება თუნდაც ყოველდღიური და რაღაც ეს წარმოდგენა არის, რომ ისა რა ქვია, აი ერთი მარცვალით და $100 დავიწყე და რაღაცა და ასე შემდეგ და ჩემ სტუდენტებს ვეუბნები ხოლმე ამაზე დამკვეთებთანაც ვსაუბრობთ ყოველთვის და აქაც მინდა ვთქვა, რომ მეგობრებო, ერთი მარცვლის დაწყება შეიძლება შესაძლებელი იყო $100-ითაც, ოღონდ ეს 90-იან წლებში, როცა არაფერი არ იყო რა. ამიტომ ნუ მოხვდებით იმ ხაფანგში, ვინმე თუ ყვება ამას, რომ აი მეც ესე დავიწყებ. დღეს ვეღარ დაიწყებ, იმიტომ რომ ძალიან ბევრია ზავიდენიები და ყველაფერი. ძალიან ბევრია კაფეები, $100 ძალიან ცოტაა. ჩვენი სასტარტო კაპიტალი ცოტა იყო, მაგრამ $100 არა სასტარტო იყო. $100 დავიწყე აი ეს ბრენდი. ხო, ნუ მაგისთვის არაუშავს კაპიტალი შეიძლება იყოს. ხო და დღეს რაღაც ფეხზე დადგა ჩემი პატარა პინაციც. მე თუ გინდა მოგიყვებით ამასაც. მოკლედ, აი სიმწრის მერე, აი ლოკდაუნების ემის მერე მაშინ რაღაც დავდიოდით გადაცემებში, ვითხოვდით საშვებს წარმოიდგინე, რომ ზარეულებს შეძლებოდათ მუშაობა და მერე ღამე გადაადგილება ჩვენთან ერთად. აი აბსოლუტურად გაუგებარი იყო ჩვენი მთავრობის პოზიცია. რატო არ იძლეოდნენ საშვებს ბიზნესებზე? ნუ ვიღაცები იღებდნენ, ვიღაცები ვერ იღებდნენ და აი ძალიან მწარე იყო ეს ყველაფერი და ამდენჯერმე აი გვიფიქრია, რომ აი გაივლის ნუ თუ ეს ყველაფერი, რავი შეცდომა ხო არ დაუშვით. ღირდა და მეგონი ჯერ მწარე ჭამე კლავ თქმელი და რაღაცნაირად მე ეს შეზღუდვები რომ მოგვეშვა, რესტორანმაც ამოისუნთქა. ნელ-ნელა ამუშავდა. როგორ გაუძელით ამ მეორე ლოკდაუნს დაიკეტა, ხო? და აი როგორ გაუძელით, რაკენ? გაჩერდით, ხო? გავჩერდით, აბა. გავჩერდით delivery, იმიტომ რომ ყველა delivery-ზე იყო. გარეთ გქონდა სარკმელი, საიდანაც საჭმელს ყიდით და დავალაგეთ დიდი სკამები. და სარკმლიდან ეს კურთხეული ხელი გამოდიოდა, ღვინოს აწვდიდა ადამიანს და წვას და. ეგეც აი ხელა შეღავათი იყო. მე აი ცოტა ისენი რაღაც 3-4 საათი შეიძლება და უკვე მუშაობა მე ნენელა რომ მოეშვა და ასე შემდეგ რა. ვეცადეთ რომ კანონი არ დაგვერღვია და ნამუსი და ის შეგვენახა მაქსიმალურად ერთი სიტყვით რა რომ სანამ ისე ბრენდინგის კითხვებზე გადავიდოდე იდეაში ესეც ბრენდინგი და სტრატეგიის ამბავია, იმიტომ რომ მე ვამბობ ხოლმე რომ
საბოლოოდ საქმის კეთება და ბრენდის შენება არის ტვინწყობა რა, მაინდსეტი ეგრეთ წოდებული. ფოტოგრაფი კაცი ალექსანდრე ბაგრატიონი გახდა ბიზნესის ფლობელი. აი შენ ტვინში რა მოხდა რაღაც ტრანსფორმაცია, რაღაცა, ხო იცი აი ცოლი რომ მოყავდა ახალგაზრდაბიც რო ეუნებოდნენ რომ ეხა აწი უკვე სხვა პასუხისგებლობა გაკისრია. რაღაც ეგეთი განცდები საუბრები რაღაცები იყო? კი, რა თქმა უნდა, თავიდან ძნელად აღიქმებოდა, იმიტომ რომ პატარა კოლექტივი ხარ, რა ოჯახი ხარ. შენთვისაც. ჩემთვისაც ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ ხა თან ფოტოგრაფია მე არ ყოფილვარ დიდწილად მიბნული არავიზე, ყოველთვის ვიყავი ფრილანსერი და ჩემი საქმე იყო გაყიდვა ჩემი პროდუქციის. მე არ მყავს დამქირავებელი ერთი, რომელიც მომდევა რომ აი ბატონო ალექსანდრე, წამოდი ხა ეს გადავიღოთ და თვის ბოლოს ჩაგიკუჭავ ამდენ ფულს. მე მევალებოდა ყოველთვიურად გადარჩენა, სახლის ქირის მიტანა, საჭვლის ფულის მიტანა, ჩემი ბავშვის ფულის მიტანა. და თან უნდა რაღაცა შემოქმედებითი წვა და მუხტი არ დაკარგო, ხო? აი რაღაცა მუდმივი ამბავია ჩვეულებრივ, კაპიტალისტური წყობა, ხო? ხო და ეს რაღაცნაირად გადმოვა ტრანსფორმირეთ რესტორნის ამბავში და დაიწყე რესტორნის გაყიდვები და რესტორნის, იმიჯზე მუშაობა, ასე ვთქვათ. ბრენდი აშენდა ძალიან ნელ-ნელა. პირველ რიგში ალბათ სახელიდან უნდა დავიწყოთ, იმიტომ რომ ეს იყო თავიდან ხუმრობა. სანამ გააგრძელებ, მინდა დავსვა ესეთი სტრუქტურირებული შეკითხვა, რომ მაგას მიყვე. თავიდანვე გაწერილი სტრატეგია, კონცეფცია გქონდათ? იმიტომ რომ თქვი, რომ დრაივზე მქონდა დაგდებული რაღაც. აი რა ფორმით მქონდა დაგდებული? იდეა, რომ მუჟიკების გარდა იარონ თუ რაღაცა ჩამოწერილი არსებობდა? არსებობდა ჩამოწერილი ლიტერატურული სახით კონცეფცია, როგორი უნდა იყოს ეს რესტორანი. ანუ არსებობდა. ინტერიერის დეტალებით, რა ფოტო უნდა ეკიდოს კედელზე, ტელევიზორში რა უნდა გადიოდეს. ტელევიზორში უნდა გასულიყო მარადონას ძველი თამაშების კოლაჟი. დღემდე ჩვენს კომპანიასაც მარადონა ქვია ეს ვათაშორის. ხო და ეხლა საერთოდ შემოქმედებითი პროგრესი და ბიზნესიც არის ესეთი რაღაცა, რომ რაც არ უნდა დაწერო თავიდან, აი თუნდაც, არ ვიცი, 9 თაობა გერმანელი იყო. ყოველთვის მე დინამიურად იცვლება ეს დროთა განმავლობაში. ჩვენც ესე დაგვემართა, მაგრამ არ ვნანობთ, იმიტომ რომ თავიდანაც არ ქონდა ჩაფიქრებული რაღაც დიდი რესტორანი იქნებოდა. 12 მაგიდია რესტორანს ვფიქრობდით, რომ ეს საშინელი პერიოდი გადავაგოროთ და მე რაღაცა გამოჩნდება. გასაგები. ხო და ოღონდ ნახე რა მაინტერესებს. ძალიან კაი რამე თქვი, იმიტომ რომ ეს გადაცემა, ეს პოდკასტი ზუსტად მაგას ემსახურება, რომ აი შენ ხარ სტუმარი, რომელსაც აღმოაჩნდა, რომ ქონდა კონცეფცია, იყო რამოდენიმე არიან სტუმრები, ვინც მესაუბრებიან თავიანთ თემაზე, რომელსაც არ ქონდა ესე გაწერილი, მაგრამ რაღაცა შიდა რწმენის თავისი ხედვით მიდიოდა. ანუ სტრატეგია ყოველთვის არსებობს, ან დაწერილი, ან დაუწერილი. მე ხა დაუწერელი სადამდე გეყოფა, კიდე სხვა საკითხია, მაინც უნდა დაიწეროს. ის კონცეფცია, მე რა მაინტერესებს, ზომა გასაგებია, რომ 12 მაგიდიანს ფიქრობდი, მაგრამ თვითონ შინაარსობრივი ნაწილი. რა ტიპი, რა მასტი უნდა ყოფილიყო ეს ბრენდი? თუ იყო დაწერილი, აი ეგ შეიცვალა თუ არა გზაში, იმიტომ რომ მე ვამბობ, რომ რაც არ უნდა დაწერო ოლიმპოს მთიდან რომ ჩამოვიდეს, რა სტრატეგი ვინმე, რა ვიცი, ზევსის სტრატეგი, მაინც დინამიკაში ყოველდღიურ ცხოვრებაში რაღაცები არის საკორექტირებელი, მაგრამ რაღაც მარადიული ტიპი რჩება რა, ეს თავარი ამბავი. თქვენ შემთხვევაში როგორ იყო? ჩვენ შემთხვევაში უნდა ყოფილიყო მონომიმართულება, მაქსიმალურად მონო, წვადი, სალათა, ყველი, ღვინო, ჭაჭა, ჟავე. კი ბატონო. წმინდა ის ხუთეული. მეტაკლება დღემდე ასეა. ცოტა რაღაცები დაემატა, მაგრამ დავამატეთ, იმიტომ რომ აი მონომიმართულება საშუალებას გაძლევს, რომ კარგად იმუშაო მეგაპოლისებში, მოსკოვში, ავაც ახსენებელ მოსკოვში, სადაც ძალიან ბევრი ხალხი ცხოვრობს და ბიზნესისთვის კარგი ადგილია, რო არ ჩავთვალოთ ახლა ის, რომ საშინელი მთავრობა ყავს და თავის ბიზნესსაც აზიანებს, სხვის ბიზნესსაც აზიანებს და ასე შემდეგ. ნიუ-იორკში, ტოკიოში, ბანგკოკში, აი ეს მონომიმართულება მუშაობს იქ, სადაც ერთი წავის განმავლობაში და ახლო ერთი წუთის განმავლობაში ალბათ 1000 ადამიანი ჩაივლის იმ ქუჩაზე. და ჩვენ არა გვაქვს მაგის ფუფუნება, რომ ბოლომდე იმაში ჩავიკეტოთ და რაღაც რომანტიკას მივყვეთ, რომ აი იცი რა მე მარტო ეს წვადი უნდა მქონდეს და ეს მინიმალური მენი უნდა დავიცვათ. დავატრანსფერეთ გიორგის წინა რესტორნის მენიუდან 1-2 კერძი, 1-2-ც მოვიგონეთ, ქართული ეს დედაბოძები რაღაც მჭადი და ასე შემდეგ ჩავსვით. კი ბატონო. და გამოვიდა შეკრული, მაინც პატარა მენიო, იმიტომ რომ აი ეს წიგნები რო აქვთ ხოლმე რა, ვეფხისტყაოსნისებრი. ეგ არ გვინდოდა რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ ეს ვეფხისტყაოსანი მენიო გამორიცხავს
სიცინცხლეს და გამორიცხავს სპეციალიზაციას. ხო, აი არ შეიძლება რომ ალბათ მწვადიც გქონდეს და რავი რა, ჟულიენიც. ხო, ფონდიუ რა. ფონდიუ და ჟულიენი. ხო, ოკეი. ეხა ბოლოში რაღაც მანდეთ მივდივართ ნელა რომ მე მგონი ჩვენი ჩემი უმორჩილესი თხოვნა და რჩევა, ხო იცი free advice ამერიკელები რო ეთქვენ რომ არ ქნათ ეგა, იმიტომ რომ შეიძლება გაიქცეს და ჩემი საყვარელი ღვიძლი ვეღარ იყოს ისეთი როგორიც საჭიროა. არა, არ გარბივართ არსად. ეკლექტური საქართველოს დავარქვით ეხა მენიუს, რომელიც პალმებისთვის გავაკეთეთ, იმიტომ რომ გვინდოდა რომ ეკლექტიკა ყოფილიყო. ამ შემთხვევაში რაღაც იმის შეერპლი არ გავხდით, რომ რა ვიცი, ბევრი რაღაცა ყოლეს. მიზანი იყო ეკლექტიკა და დავსვით ეკლექტიკა. აი რატომ? მაგალითად, კვირის გარკვეულ დღეებში შეგიძლია შეუკვეთო ოისტერი, იგივე ხამანწყა და სპარკლი, რა ქვია, რაღაც რამდენი ინგლისურ სიტყვას ვიძახი. შუშხუნა ღვინო. ეტნატი კარგი ან შამპანური ნამდვილი და ასევე ხინკალი და ლუდი. გადასარევ. აი ეგეც იცი რატო აი ხინკალი და ოისტერი ძალიან გვანან ერთმანეთს ერთს ესეჭამ მეორეს ესეჭამ რა და რაღაცნაირად ეს მე მაინც კრეატივისტი ადამიანი ვარ და მიყვარს შეკრული ამბები და კონცეფციები. აი საიდან მოვიდა კონცეფცია? დაჯექი თქვენ მოიფიქრეთ? თუ რამე გამოსtildeება არის? რავი, ეს ბოლო აი რო ფიქრობ რომ აი რესტორანს აკეთებ და აი ხინკალი გვინდა და აუცილებლად რომ ყოფილიყო, იმიტომ რომ აქეთ წვადი, აქეთ ხინკალი. და აი ხინკალთან ერთად კიდე რა, იმიტომ რომ ხინკლის გაყიდვა კაია, გაყიდი წარმატებით თუ კარგი ხინკალია, მაგრამ აი რაღაცა ტვისტი მინდა რა, მაინც. ოკეი, კი ბატონო, გადასარევი. მე მინდა დაუბრუნდე, მნიშვნელოვანი ამბავია რა, საზღვების ობიექტების ბრენდინგში, იმიტომ რომ უამრავ ადამიანთან მიმუშავია და მისაუბრია და ზოგთან ვერ მიმუშავია რა. ჩემი წმენა როგორც ბრენდის სტრატეგის არის, რომ ბრენდს უნდა კონდეს აუცილებლად თავისი კონკრეტული კომპეტენცია, რომლის გამოც ის იქნება ცნობილი. მონო მენიუ, ანუ შეზღუდული მენიუ, როგორც მე ვეძახი, მე პირადად გონია და შენ თუ არ დამეთანხმები თავისუფლად დააცხე ამ ამბავს, როგორც მინიმუმ კარგი საწყისი წერტილია იმისთვის, რომ მოიპოვო ეს კონკრეტული კომპეტენცია, აღქმული კომპეტენცია, რაღაცის გამო რომ მოდიოდეს ადამიანი რა, ხო? მაგრამ მე არ ვარ მომხრედ ნამეტანი გაფართოების, რომ აი ვიძახი და სხვათა შორის სხვადასხვა ქვეყნების სტატისტიკები ამბობს, რომ დათვლილია რა, რომ ჯობია გაახსენდე ადამიანს, როცა მწვადი უნდა 10-დან 10 და მოვიდეს ამ 10-დან 5 შენთან, ვიდრე რომ მოშივდება და მწვადი უნდა აი ამ რაღაც ორომტრიალში ქართული და ევროპული სამზარეულო და რაღაცეებში, ასე ვთქვათ, იტრიალო შენ. იაპონური იმერული სამზარეულო ნახე ამას. ხო. აი ჯობია რომ რაღაცის გამო იყო ცნობილი რა, ხო? მეთანხმები ამაში? აბსოლუტურად. ჩვენი და საწყისი იყო ეგ, ჩვენ გავხდით ცნობილი აი მწვადით, ღორის მწვადით. რასაც დაემატა კიდე ერთი ძალიან ძლიერი კერძი, ღვიძლი ქლიავით და ღვინი. ღვიძლი გავარდა თუ დაგეგმილი გქონდა? არა, ღვიძლი დაგეგმილი იყო. არა, დაგეგმილი იყო მენიუში, მაგრამ გეგონათ რომ გავარდებოდა ესე, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი. ქართველები არიან ძალიან ორთოდოქსი მჭამელები. და ეს ორთოდოქსი ჭამა რას ნიშნავს, რას გულისხმობს? ქათამს თუ ჭამს უნდა იყოს, არ ვიცი, თეთრი ხორციან ბარკალი. ბარკალი, კი ბატონო. სხვა ფრინველი არ განიხილება. ნუ ინდაური საცივში ახალწეს ჯანდაბას. ჯანდაბას, ხო. რაღაც გამოჩიშკნის. ასევე მწვადი უნდა იყოს ღორის, ძირითადად, ცხვრის ხორცი არ უყვართ, საქართველოს თუმთაში არ ცხოვრობ. და ღვიძლიც არ სარგებლობს დიდი პოპულარულობით. აი, მე ძალიან მიყვარს. მე ძალიან მიყვარს და აი ჩვენი ქეშალოს სექტა მოგეხსენება. ბევრი არ არის რა, ის რა ქეშალო არ არის. აი რო გაიღვიძებ და უქეშალოში. თუმცა ალექს, იქნებ ეგ ხალხი ბევრი იმიტომ არ არის, რომ არავის არ შეუთავაზებია, რა ვიცი. აი თუ საიდუმლო არ არის ხა რა, აი ღვიძლი ბესტსელერი არ არის თქვენთან? ერთ-ერთი ბესტსელერი. ანუ შეიძლება გაცილებით მეტმა დაიწყო ჭამა აქ რო ნახა და გასინჯა, ვიდრე მანამდე შეიძლება ეგონა რომ საერთოდ არ ჭამ. შესაძლებელია, იმიტომ რომ ღვიძლი სპეციფიკური პროდუქტი აქვს, ბევრი ტანინები, ტექსტურა განსხვავდება სხვა კუნთოვანი ქსოვილისგან. და ნუ თუმცა თვითონ მაგასაც როგორ ამზადებ მნიშვნელობაა. ხო, ნუ რაღაც ძალიან მალე შრება. ხო. რაღაც გაურკვეველი ტიპია, ერთ სიტყვით იმ ხალხისთვის, რომელიც მიეჩვია ძალიან ისე
რამდენიმე კერძის ჭამას მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში რა. ხო და აღმოჩნდა რომ ეს ცოტა სხვანაირად მომზადებული, ოდნა მოტკბო соусით, ცოტა ღვინო, კარაქი. კი ბატონო. ღვიძლის ჩასმა მონომენიუში როგორ განიხილეთ? როგორც რისკი მოდი ერთი ვსადოთ თუ და იმდენად გემრიელი კერძი იყო ეს. გამოვიდა. გიორგის წინა რესტორანში იყო ეს კერძი, რომ არანაირი ეჭვი არ იყო, რომ ეს პოპულარობას მოიპოვა. თავარი იყო, რომ უბრალოდ ადამიანს ღვიძლი ხო არ გამესინჯა. თავარია რომ ეფიქრა რომ გაესინჯა. მე უკვე ყველაფერი ძალიან დარწმუნებული ვიყავით რა, იმიტომ რომ წვადი ისეთი რაღაცაა, რომ აი ძალიან ბევრ ადამიანს მოიყვანს. კი, მაგრამ წვადი ყველგანაა. უბრალოდ თქვენ რაღაცა გააკეთეთ, რაღაცა გარემო, რაღაცა. გარემო და აი სტაბილურად კარგი მწვადი მოდის. სტაბილურად კარგი მწვადი. რა თქმა უნდა, ხა მაგას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ხორცს. აი დარეკვარო არ ჭირდება დირექტორთან, რომ იცი რა, შედახული რო გაქვს ის ხორცი. ხო. აი შემიწვი რა, ეგ ხო ძალიან ის არის. მე გიცნობ დიდი ხანია, მაგრამ არ დამირეკია რომ გადამიდეთ. არა, ჩვენთან დარეკვა არ უნდა, არავის. ხო, არ დამირეკია ნამდვილად. დამირეკავს ადგილი თუა საბავშვო. დეფოლტად არის კარგი მწვადი სულ რა. კი ბატონო. ძალიან კაი. ანუ რო დაუბრუნდეთ რა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეგ მაღაზია გაცემა. აი შინაარსი რაღაცა ეს ჯიგარი შეიცვალა ყოველდღიურობაში, კონცეფციასა და ყოველდღიურობაში, აი რა ცვლილებები მოხდა. რადიკალურად შეიცვალა თუ საწყისი მრწამსი დარჩა იგივე? მრწამსი დარჩა იგივე, იმიტომ რომ ეგაა რაღაც ქვაკუთხედი, რის გარშემოც აშენდა პირველი რესტორანი და მისი ხელისხლება არ შეიძლება. რა შეიცვალა? გარემო შეიცვალა ცოტა, იმიტომ რომ გაიზარდა. აღარ არის 12-მიანი 12 მაგიდიანი რესტორანი. მადლობა აწარმოე საქართველოს. იცი რა მაინტერესებს ალექს? სტრატეგია თვითონ კონცეფცია რაღაცა პრობლემიდან იწყება. ან ბაზარზე ხედავ პრობლემას, ან შენი ფეინია, ტკივილია, ეგრეთ წოდებული, ხო? და გინდა რომ რაღაც გააკეთო სხვანაირი, ან განსხვავებული, ან რაღაცა. აი ეს იდეა, რომელიც დააგდე დრაივზე, საიდან მოვიდა, რატო გაჩნდა? მე პროსტა ესე ხო არ იტყოდი რომ მოდი აი წვადი რაღაცა. არა, აი რაღაცის, აი რისგან მოვიდა რა? ეს ტკივილი იყო კარგი მწვადის ძნელად მოპოვების ტკივილი. სტაბილურად კარგი მწვადის. სტაბილურად კარგი მწვადის, ან უბრალოდ კარგი მწვადის, რომელიც აი უნდა გეძება. კარგი მწვადი ერთჯერადად შეიძლება სადღაც ჭამო, მაგრამ მე რომ მიხვალ ვეღარ და მე მგონია რომ თუ თქვენ ეს ნაფიქრი არა გაქვთ, როგორც სპეციალისტი გთავაზობთ, რომ სადღაც ჩაწეროთ, რომ სტაბილურად კარგი მწვადი, სუ ეგეთი რო არის. მე მგონი უკვე ჩვენი მუდმივი სტუმრები, კი, ჩვენი ბევრი მეგობარიც მაგას ღაღადებს. კი ბატონო, მაგრამ შიდა სახელმძღვანელოდ ასე ვთქვათ, რომ ხო იცი, არ. ანუ სტაბილურად კარგი მწვადი თუ კარგი მწვადი იყო პრობლემა, რომ გაგეკეთებინა. კიდე აი პრობლემა რა არის, იცი? პრობლემა არის ფარმინგში. ოკეი. ანუ ალბათ საკვებში იმ ღორების კი ბატონო. ღორი არის ცხოველი, რომელიც ყველაზე მარტივად იღებს იმ საკვების თვისებებს, რითაც იკვებება. კი ბატონო. ხო და ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში ხა ის არ გამომივიდეს პროფესორობა ძალიან, მაგრამ ეს პრემიქსები, ანუ წინასწარ მომზადებული ნაზავები და ვიტამინები და ის ასე თქვათ გაძლევს იმის გარანტიას, რომ კარგად გაიზრდება, წონას აკრებს. კი ბატონო. ასევე დაცული იქნება დაავადებებისგან, ღორები არიან ძალიან სენსიტიურები. თუმცა და ერთ დღეს შეიძლება მთელი ფერმა დაიხოცოს და ადამიანს არ აქვს იმის ის, რომ ეხლა მე ამის გემოზე დავიწყებ ზრუნვას და მთლიანად რომ მომიკვდეს მე რა ვქნა. კი ბატონო. ხო და მოგეთ რთული იყო, თან საქართველოს ხორცის წარმოება ვერ აუდის მოთხოვნას და ძალიან ბევრი არის შემყვანილი ჯიშები, უბრალოდ ცოცხალი საქონელი გაყინული და ასე შეყინული. ძირთად გაყინული ძალიან, იმიტომ რომ ცოცხალი ძვირია ბევრად. კი ბატონო. ხო და აი ამ პრობლემების კორიანტელში რაღაცას დაიბადა ეს იდეა. ასაგებია. და აი თუნდაც ეგ ამბავი იცოდი, რომ ესეთი ძნელი იქნებოდა ნედლეულის მოპოვება? ვიცოდი, აი ეს ძალიან ნაწილობრივ გაკვირით, მაგრამ როგორც კი პრობლემა შევეჩეხეთ და დავიწყეთ სანთლით ძებნა ამ ფერმერების, რომლებიც სწორკვებაზე გაზრდიდნენ ამ ღორებს და სწორი ჯიშები ეყოლებოდათ. ხო, აი მან მივხვდით, რომ რა რთული ყოფილა ეს ამბავი. რაც გინდა კრეატივები აკეთე, ეს ამიტომ ბრენდი იწყება პროდუქტიდან და მომსახურებიდან თვითონ. აი ფერმიდან იწყება ყველაფერი და თქვენთვის. ფაქტობრივად.
ეგ არის. კარგი, ეხა გადავიდეთ უკვე შინაარსობრივი ნაწილიდან, სული და გულიდან ბრენდის, უკვე შეფუთვის ნაწილზე და რატომ ონორე? პირველად იყო ხუმრობა. ოკეი. საერთოდ კაია, როცა ხუმრობით იწყება რაღაცა, იმიტომ რომ გიცავს, რომ ნამეტანი სერიოზულობით არ მიუდგე რაღაცას და რაღაც არ გადავარდე რა. კი ბატონო. ეს ხუმრობა შეეხებოდა ვაკე ვერა მთაწმინდაზე გამეფებულ ტენდენციას სადაც არქვევენ ძირითადად რაღაც ლა არტიკლით იტალიური, ფრანგული ან ესპანური წარმოშობის სიტყვებს ესტონებს. ჩვენ ძალიან ვიცი, ხა არაყიშვიზე ნახე Le PlayStation სადღაც. აჰა. 4-5 წლის წინ და ძალიან ჩამრჩა. უაღრესი მატრაკვეცობის. აი Le PlayStation, come on. ხო. მე მოკლედ ვიხუმრეთ ემაზე, რომ მოდი და სამწვადეს დავარქვათ ნამდვილი ჯიგარი ფრანგი მწერლის სახელი. აჰა. რომელსაც ძალიან უყვარდა ჭამასმა. კი ბატონო. ქალები, ყავა, გავი, კორსიკა, არ იყო კორსიკელი, მაგრამ მაინც. არა მარტო უყვარდა, არამედ ბევრს ჭამდა. კი, ხო და თან აი ონორ, ხო იცი როგორ აი პატივი მეცი, ონორეში მეცი პატივი. აი რაღაც ყოველად პოზიტიური იყო, თან ხა მაგრადმევასება როგორც წერალი, ტიპაჟიც რა. ყავისმა და ღვინისმა მოკლა საბოლოო ჯამში. კი ბატონო. ჭამასმას მოკლა. ჰიპერტონიული იყო, ხო და ერთ სიტყვით ონორე. ასე ონორე დე ბალზაკი პატევისცემა სიყვარული და აი პატევისცემაში ვართ ერთმანეთის ბოლომდე. ხო და თან კიდე გავარდა სახელი, იმიტომ რომ ხმოვანფუძიანია, საკუთარი სახელია. ლიტერატურის მოყვარულ ხალხს ძალიან ადვილად დაამახსოვრდა. კი ბატონო. პრობლემა იყო დისტრიბუციის ბიჭებისთვის და კურიერებისთვის ხშირად ახსნა, იმიტომ რომ ბალზაკის ფაქსიმილე ავიღეთ ლოგოთ. და H ლათინური კურსივად მოგეხსენება როგორ იწერება და გვეუბნება რომ ჩონორესთან ვარ ძმაო და ვერ გპოულობ მაშინ ყველაფერი დაკეტილი. ჩონორე და აი ჩონორეს ვებზოდით кайხანი. მე ჰონორეს ვებზოდით кайხანი. და ხა აღმოჩნდა ანუ ეს იყო პრობლემა. კი, რა თქმა უნდა. სანამ ბრენდის ის მოხდა უკვე და ინტეგრირება საზოგადოებასთან და შემდეგ აი რაღაცა ესეთი პრობლემები იყო წარმოთქმასთან დაკავშირებული. კი ბატონო. კარგით, ეხლა ჩვენ პატივისცემაზე ვილაპარაკეთ და ქართულ ენას პატივი როცეთ, ესე ვიტყვი რა. ბრენდის სახელდება, ანუ ნეიმინგი ეგრეთ წოდებული, ძალიან რთული პროცესია რა. და სწორედ შეიძლება იყოს ეგეთი რაღაცა, შენ რო გონია რომ რაღაცა ეს კაია და რაღაცა, ან ჩონორე დაგიძახო რა, ან ხონორე დაგიძახო და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. თუმცა მე როცა საუბრობ ამ თემაზე, ვიძახი რომ რაღაცებს თუ ძიმე და კარგი არგუმენტები აქვს რომ ესე დაარქვა, ხო? მოდი დაარქვი, ამას უნდა კომუნიკაცია, რომ ადამიანები მიაჩვიო. გვერდითი ეფექტები ყოველთვის იქნება, აი კოკა-კოლასაც ექნებოდა გვერდითი ეფექტები ალბათ, ხო? აი კოკას რაღაცა ეგეთი რა, ნარკოტიკი ან ინდიელების დედავატი რა, რაღაც სიტყვა და ვიღაცა, ხო? იმიტომ რომ კოკას კულტურა ინდიელებიდან მოდის, ყველამ ვიცით. ხო და მთავარია რომ უბრალოდ არ შეგეშინდეს გააგრძელოს სწორი სვლა, აგაშენებს მართი. არ გინდა ბევრი კორექტირება კურსში, იმიტომ რომ ეს ქაოსამდე მიგიყვანს, შეიძლება დაღუპო ბრენდი, იმიტომ რომ აი სახელი შეცვლა არის, ჯობია რომ შეიცვალო სახელი, ვიდრე შენ ბრენდს შეუცვალო. გადასარევ რამეს იძახი და ყოველთვის ვამბობ, რომ თქვენ შვილს სახელი უნდა დაარქვათ თქვენ და გაიტანოთ. მერე თუ ამის უკან დგას არგუმენტები, რომ რატომ უნდა ერქვას, ხო? ეს იმ კონცეფციიდან და მერე დაკავშირდა ამ ბალზაკთან და ასე შემდეგ გადასარევია და აი მაყურებლისთვის მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ბევრი ადამიანია, რომელსაც ეშინია ეგეთი გაბედული რაღაცეები. აი იყო თუ არა, როცა ონორე გამოჩნდა, ბიჭო, რას აკეთებთ, რა ონორე, ეს რას ნიშნავს, რაღაც არ აი იყო ეს ამბები? სახელზე არა, უფრო იყო ადგილზე. ადგილზე. ყველას ყავს მეგობრები, რომლებიც ერკვევიან ყველაფერში. რა თქმა უნდა, ყველას ყავს. ჩვენ ყველა ვერკვევით ყველაფერში. ხო და აი ხშირად იყო რომ კარგი რა, ეს ფული არ გენანებათ. დადი სამოგზაურო წადი დაისვენი ამ კოვიდისგან რა. და სახელზე არ ყოფილა? სახელზე არა, სახელზე არასოდეს არ ყოფილა გართულება. ანუ მიაწოდე როგორც ხუმრობა და ხიხიხი ხახახა მოყვებოდა? აი ხუმრობაც არ მიმწოდებია. ხუმრობით მიაწვდი რაღაცას. მე ხუმრობით აღიქვა მე შენ ბრენდზე. მე არ მინდა რომ ჩემი ბრენდი ხუმრობით აღიქვა. ეს ჩვენ შორის დაიწყო. ხუმრობით ამბავი და მე ძალიან სერიოზული განვითარება განიცადა ერთ სიტყვით ამ იდეამ. ძირითადად იყო პრობლემა ოქროსუბანზე, იმიტომ რომ ოქროსუბანში გახსნილი რესტორანი, ძმაო, რას ლაპარაკო, პანიცი რა ხდება და რაღაცა. ვაგზალია გვერდზე და აი რაღაცა ეგრეს გეუბნებიან და მეთქი აი რა
ოქროს უბანი არის უბანი, რომელიც თბილისის ნაწილი გახდა 1853 წელს მიხეილ ანაცოვის დროს თუ არ ვცდები. და არის კლასიკური, ძალიან ლამაზი, ძალიან ჩამოყალიბებული. ერთადერთი არ, მაგრამ ერთ-ერთი იშვიათი უბანი, რომელიც ნაკლებად დამახინჯდა უკონტროლო მშენებლობებით. თუმცა მაგის რისკი მაინც ჯერ კიდევ რისკი ყოველთვის არის შემოვალეს ჩვენ საქართველოში. კარგი, ეს ძალიან კაი რამე თქვი, იმიტომ რომ თუ ლაპარაკობთ საზღვების ობიექტის ბრენდინგზე, კონცეფცია გასაგებია, მაგრამ არის ესეთი ძალიან ცნობილი გამონათქვამი, რომ თავარი ამბავიო არის სამი რამ, ხო? ლოკაცია, ლოკაცია და ლოკაცია. Location, location, location. რატომ გადაწყვიტეთ თქვენ ოქროს უბანი? ნუ ვიღაცაებმა გითხრეს, როგორც თქვი, რომ ეს იყო რისკი და რაღაც ისულელა. ძალიან მაგარი ადგილი ვიპოვეთ. ოკეი. და მივხვდით, რომ ამის დაკარგვა უბრალოდ არ შეიძლებოდა. თავიდან საერთოდ ხო ჩაფიქრებული იყო, არ ვიცი, არ მახსოვს თქვი თუ არა, რომ მოდი take away ან ნახევრად take away გავაკეთოთ, იმიტომ რომ ამ შეზღუდვების პირობებში შეუძლებელი იყო ადამიანს გაეგო, როდის დაგვიშვებდნენ შენობებში, როდის შევძლებდით, რომ ნორმალურად მიგვეღოს სტუმრები. ხო და ამ ლოკაციაზე რომ მივედით, ან ძულს ეს სიტყვა ლოკაცია, ადგილზე რომ მივედით, ამ ჩვენი პოტენციურად რესტორნის შენობის მიღმა აღმოჩნდა უძველესი გერმანული ჰოსპიტალი. ოკეი. გადასარევი. და მივხვდით, რომ ძალიან ძნელი იქნებოდა ამ ყველაფრის ქირაობა და რაღაც, იმიტომ რაღაც კაპიკი ფული რო არ გაქვს რა, მარტო რაღაცის გაქვს, რომ პროექტი გააკეთო, მაგრამ გავრისკეთ და აი take away-დან გადავაწყეთ, აი ცვლილება კონცეფციის. take away-დან და აი პატარა რაღაციდან გადავაწყეთ რაღაცა ეზოიან სხდომით რესტორანზე. ხო და მე მგონია, რომ ეგ იყო ძალიან სწორი გადაწყვეტილება. და მიხარია, რომ ეს ასე მოხდა. ხო და ჩემი არგუმენტი იყო ხოლმე, რომ ხა როცა ვაკეთებდით მაგას რა ძალიან მიყვარს რესტორანი კახელები. მეც. ხო და აი მეთქე კახელებში დავდივართ, როცა გვინდა კარგი ჭამა, ხო? არც ერთი არა ქალაქის ცენტრში, არც დიღმის და არც ლილოსი, ხო და აი და მოვლენ რა, ხო და აი კახელებში მივდივართ და სუსავსეა, ხო? მაგარი რესტორანია ძალიან და ესე იგი ოქროს უბანსაც არა აქვს პრობლემა, იმიტომ რომ კლასიკური, ლამაზი, თბილისური უბანია. თუმცა საფუძველი ჩაყრილი იყო ამ ხრის მიმართ ინტერესისა, იქ ფაბრიკა რაღაცები. პირველი იყო ფაბრიკა. დააწყებია სიარული ადამიანებს. 2016 წელს გაიხსნა, თუ არ ვცდები, მერე იყო მერიკო, შავი ლომი გადაიტანა. იქ ქვლივიძის ქუჩაზე. ნუ ფაქტიურად ეხა ბასიანის დინამოს ქვეშ იყო ეგეც იქვეა რა. გინდა არ გინდა ეს რაღაც ნაკაც უზრუნველყოფს ხალხის. ხო, ნუ რაღაც გზა გაჭრილი იყო. ხო. რო არ ყოფილიყო ეგ გარისკავდით მაინც მაგ ადგილს? არ ვიცი. მაგრამ აი ფაბრიკას რო უყურებდი და ხვდებოდი რომ აი ამ ხალხმა გარისკა და მაგარი რაღაც გამოვიდა, ალბათ ეგ ბიძგი იყო რა. საერთოდ წინა მორბედების გარეშე ძნელია, რომ თქვა რომ აი ამის გარეშე მე ვიქნებოდი, არ ვიცი. კაცმა არის. აი, შანსი არა. ფაბრიკა იყო, აი ძალიან დიდი ნათელი წერტილი ამ უბანში. აი, მადლობა მაგ პასუხისთვის, იმიტომ რომ აი ეს რაღაცა ისეთი success story რო არ გამოვიდეს ეს გადაცემა, მაგას ვაკონტროლებ სულ. ჩემო მეგობარმა გოგიჩამ, დათო გოგიჩაშვილმა მითხრა რომ ეგ არ გამოვიდეს დედა რა მაგრები ვარ და რა კარგები ვართ და აი ეს არ ვიცი, ძალიან კაი პასუხია, იმიტომ რომ მეგობრებო, ბრენდის შექმნისას, საქმის კეთების დაწყებისას კარგი დაფიქრება, კარგი დაგეგმა, კარგია, მაგრამ რაღაცა გამართლება, რისკები ასე შემდეგ საჭიროა და არა, სუიღებ, ყოველდღიურად არის რისკები. თან განსაკუთრებით ახლა რესტორანი არის მრავალდისციპლინარული ორგანიზმი, ბევრი რაღაცაა შიგნით რა. ყოველდღიურად რაღაც მინი რისკები არიან, მაქსიმალური რისკები რა, გავიხსნა თუ არ გავიხსნათ, ეგ იყო კითხვა, აი ვიცით რომ აი არჩევნები იქნება, ცოტა არეულობა იქნება, ლოკდაუნი იქნება, მაგრამ გავრისკეთ გავიხსენეთ. კი, იმიტომ რომ ყველაზე კომპლექსურია, ალექს, იმიტომ რომ არსებობს საცალკე მიმართულებები, არის product branding-ი, პროდუქტის branding-ი, არის service branding-ი და თავის სპეციფიკები აქვს რა და ისა, მაგრამ თქვენთან, ანუ ეგეთ ბიზნესებში ყველაფერი ერთად არის. ის ხორცი და კერძებიც უნდა მომეწონოს, მე როგორ მომექცევიან, როგორ მეკონტაქტებიან, ეგეც უნდა მომეწონოს და მთელი ამბავია. აი ხა ცოტა დეტალურ ამბავში რო ჩავიდე, რაც ჭირს ჩვენთან ქვეყანაში და ეს არის ბრენდის ყოველდღიური მართვის ამბავი. ერთი შემთხვევა მინდა გავიხსენო, თქვენთან ვიყავი საღიღინოში. მე მაინც ჯერო საღიღინო იყო ბაში. ჯერო საღიღინო იყო. ძალიან დიდ ბოდის მოგიხდი, მაგრამ ხო იცი, მომხმარებლის ახმა. მე მაინც ერთ ადგილად აღვიქვა მაგ ყველაფერს და ჩემთვის ყველაფერი არის ონორე რა, ხო ხდები? არა, კი, საღიღინო იყო ჩვენი ექსპერიმენტი იმერულ-მეგრული სამზარეულოსი, მაგრამ
ადამიანები, ვინც მოდიოდნენ, ითხოვდნენ, რომ ამ რესტორანში ყოფილიყო მწვადიც. და ნუ რაღაც მომენტში დავარბენინებდით. ხა თან ისეთი პერიოდი იყო, რომ ადამიანს ვერ აწყენინებდი, ხო, რომ არ ეტყოდი, რომ იქი წადი, აქ წამოდი. აქედა ხაჭაპურები მქონდა ონორეში, იქინა ყოველთვის არა, შიგადაში. თუმცა ხანდახან უნდა აწყენინო ადამიანს, რო არ დაგენგრეს კონცეფცია რა. ხო და მე მივხვდით, რომ არ გამოდიოდა ესე რა, ხა ვნებდით ბრენდს, ვნებდით იმიჯს და გავაერთიანეთ საგიგინოს და ონორეს მენიუ და ეხა ამ იმერულ მეგრულმა განყოფილებამ მოიკალათა ნაწილობრივ ონორეში და ნუ რაღაც ნაწილი ხა პალმებშიც გადავიდა. კი ბატონო, მაშინ ეხა დაუბრუნდები იმ ამბავს რა. ესე იგი მოვედი მარტო შეუკვეთე ხინკალი, იმიტომ რომ ერთი სული მქონდა, როდის გავასინჯებდი ჩემთვის უახლოეს ადამიანს, აი იმ ხინკალს, რომელიც მე მომწონდა და ვიცი რომ ეს ადამიანი გიждდება ამ ხინკალზე რა და შეუკვეთე და უთხარი რომ ჯერ გზაშია თქო და ამდენ ხანში მინდა ეს ხინკალი თქო და თუ შეიძლება ეგრე დაგეგმეთო თქო რა. არც შენთან მქონდა დარეკილი, არც მithქვამს რომ გიცნობ და ეს რაღაცა ქართული ამბები არ ყოფილა რა. გავიხედე და იმ დროისთვის, როცა ველოდები ამ ადამიანს, რომ მინდა რომ ცხელცხელი და კარგი მიირთვას, ამაზე გაცილებით ადრე მოვიდა ეს ხინკალი, ჩემი შეკვეთა და მივხვდი, რომ ის რომ მოვა, ეს იქნება ცივი. და იმბიც უთხარი, რომ აი ესე რო გთხოვეთ მეთქი და უიო ერთი წამი რაღაცა წავიდა, წამოვიდა, მოვიდა მეორე ბიჭი და თქვა, რომ ეხა ჩვენ ამას ყველაფერს წავიღებთო დიდი ბოდიშიო და ზუსტად იმ დროისთვის მოგიდ, რატო ჩვენი შეცდომა არისო რა. ესეთი ეგრეთ წოდებული ქართულად არ ვიცი ეს როგორ თქვა, ანაზღაურება ალბათ, ანუ სერვის ბრენდინგში არის სერვის რიკოვერი. შეცდომა რომ მოგივა აღიარებ დედა ჩემი კუბო დავდგი. ეს რა დაგვემართა კაცო და აკეთებ იმას. აი ეს ამბავი მე ხამ რა მაინტერესებს, რომ ბრენდის მართვაში ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია. ნათქვამი და პოლიტიკად თუნდაც დაუწერელ წესად არსებობს თქვენთან. თუ ეს იმ ერთი კარგი ბიჭის გადაწყვეტილება იყო, რომელმაც თავის თავზე აიღო ეს ზარალი, ასე ვთქვათ რა. წესია. ანუ ნათქვამი გაქვთ თქვენ, როგორც დამფუძნებლებს, რომ თუ რამეა არა. როცა ეს რესტორანი არ არის ატომური რეაქტორი, ხო? ძალიან ბევრი ადამიანის მუშაობა უნდა სინქრონიზირდეს ერთმანეთში, რომ დაემთხეს რაღაცები და შეგადაში ხდება აცდენა, რაც ჩვეულებრივი ამბავია. რა თქმა უნდა. შესაბამისად თუ შეცდომა ჩვენია, ძალიან დიდი სიამოვნებით გამოვასწორებთ, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ მომენტში შენი და შენი მეგობრის განწყობა, რომელთაც ძალიან გინდათ ხინკალი და არანაირი მორალური ან არ ვიცი, იურიდიული უფლებაც არ აქვს. მე ეს განწყობა რაღაცნაირად შევღალო. თუმცა ყველა ასე არ ფიქრობს. არ ვიცი სხვა როგორ ფიქრობს, მაგრამ მე ამას ანუ ეს წესად არსებობს თუ უბრალოდ აი რატო არ შეეშინდა ხა იმ ბიჭს რომ ამ რაღაცა არ ვიცი 20 ხინკალს მე ჩამომაჭრიან ხელფასიდან. იმიტომ რომ არ ჩამოვაჭრი რა. არ ჩამოვაჭრი. ანუ რაღაცა წესი არსებობს ამისი. რაღაც შეცდომები არსებობს, რომელიც შეიძლება რომ ადამიანმა ეხლა რატო კითხე ეს? ჯერ ესეთი მაინტერესებდა მართლა არსებობს თუ არა, იმიტომ რომ ეს არის ბრენდის ყოველდღიური მართვა. მოვიკითხავ სხვათა შორის ჩამოვაჭერით თუ არა. თუ ჩამოვაჭერით ძალიან ცუდი, უბრალოდ მე მინდა ვთქვა, რა ჩვენი მსმენელისთვისაც არ ვიცი სხვა გადაცემაში მომეცემა ამის საშუალება თუ არა და მეგობრებო, ჩემი გულწრფელი ესეთი მოსაზრება და რჩევა არის თქვენ და მე suggestion-ი როგორ არის ინგლისურად რჩევა არ მეყვარს. შემოთავაზებაა, რომ ესეთი ზარალები ჭყალებში აღიქვით როგორც ინვესტიცია ბრენდში, ბრენდინგში, თქვენ რეპუტაციაში. ეს ხარჯი არ არის დამიჯერეთ, იმიტომ რომ ის 20 ხინკალის თვითღირებულების ზარალი თქვენთვის ფინანსურ დოკუმენტებში შეიძლება ზარალია, მაგრამ ზუსტად იგივე რაოდენობა კი არა, 3-ჯერ მეტი მაგფული იყო ინვესტიცია ბრენდინგში, იმიტომ რომ მე ძალიან ყვაყოფილი დავრჩი და რა თქმა უნდა შემდეგზეც მოვიდოდი. ესე იგი გაამართლა 20 ხინკალის კი ბატონო, 20 ხინკლის ინვესტირება მოხდა იმაში, რომ მე ისევ დაბრუნებულიყავი და მე მგონი ღირს ეგ. კი არა, ხუმრობა იქით და ეხა ხდება შეცდომა. დაბრუნდეს, ხო?
არა ის შეიძლება საცობში მოყვა თქვენი მეგობარი საერთოდ ახლა რა გავაკეთოთ ხო? ხო ეგ მეორე ნაწილია რომ მეთხოვა რომ იცით რა გაჭედილია და იქნება რაღაცა. ოკეი. ხდება და ჩვენი მოვალეობაა რომ გაგებით შევხვდეთ იმას რაღაცებს. ყველაფერს ვერ დაუკმაყოფილებ, მაგრამ ეგ შეუძლებელია რომ ახლა იცი რა მე მინდა რომ ეს მაგრამ როცა გამონაკლისები ხდება აქ შემთხვევაში არანაირ უფლება არ აქვს რომ მართლა ეს შენი განწყობა შევბღალო რამენაირად. გადასარევია, იმიტომ რომ ესე მომსახურების ბრენდინგში სხვათა შორის ეგ არის რა და ეგეც მეორე ხაფანგია და მინდა გითხრათ რომ ერთი რო ზარალი არ აღიქვათ როგორც ზარალი და ეს ინვესტიციაა ბრენდინგში და მეორე კი ბატონო მომხმარებელი კვანყოფილი რო დარჩეს კარგია მაგრამ თუ ყველაფერზე წაყევი მე ხო იცი იმ ანეკდოტივით რომ ჩემ ხარჯზე მეიყვანე სოლიო ანუ ლარის მაგივრად რო 50-ს მიცემს სოლი მოვიყვანე მე საშუალება არა მაქვს ანუ სადღაც გასკდება იმიტომ რომ მეც და მეც მოგთხოვე შეუძლებელია რომ ყველას რაღაც მოქნილობა უნდა არსებობდეს ხო მაგრამ როცა ლეგიტიმური თხოვნა და როცა ჩემი შეცდომა მე მაშინ გამოვასწორებ ამას. ალექს, არის თუ არა ცთუნებები, პრობლემები იმასთან დაკავშირებით, რომ აი თქვენი ბრენდის სული და გული აი დაირიოს, აი რაღაცა ყოველდღიური ამბები თუ არის, რომ ებიჭო ეს ხო არ გავაკეთოთ, ან რაღაცა ნუ ჯანდაბას თვალი დავხუჭოთ რაღაცები, რამდენად ხშირია ეს ყოველდღიურობაში? პრობლემები არის ხშირი, იმიტომ რომ მოგეხსენებათ ბიზნესისთვის დინამიური პოლიტიკური ცხოვრება ქვეყნისა არის მეტად მავნებელი. აჰა. ყველაფერს თავი დაანებო. დინამიური არეული. დიახ. ნეგატიურად დინამიური. ხო. თუნდაც სხვა რაღაც შეიქებს და შერყევებს თავი დაანებო, თუ ლარის კურსის ცვალებადობა. გასაგები. აი თქვათ რაღაც ქირაგა გადასახდელი და ის და იხელა სხვაობას გაძლევს ხან რომ შეიძლება თვალები გადმოგიცვიდეს. და ამ დროს ხდება რაღაც იდეები, რომ ეს ხო არ ვქნათ, ის ხო არ ვქნათ. ვინაიდან ჩვენ არ ვართ დარწმუნებული იმაში, რა იქნება ხვალ, ძალიან ბევრი იდეა ჩანასახშივე რაღაც კონსერვდება და იდება ისევ დრაივზე. კი ბატონო. თარო ამ შემთხვევაში დრაივი გახდა 21 წელიწადში, ხო? აი ალბათ ეგაა ხა სტუდენტები რომ რაღაცა შევცვალოთ და ის ვთქვათ ყოველთვის არის მაგრამ მე აი ცხელგონებაზე მე ვარ ხოლმე რა ეს ინიციატორი აბა ჰოპ და ეს ხო და მე რო გაანალიზებ და მიხვდები რომ ამა შეიძლება საერთოდ სხვა მიმართულებიც წაგიყვანოს ის შენი ქვაკუთხედი რაცა დაივსხრეს საერთოდ რაღაც ჩამოატეხო ხო ან მაგის გაგონება მინდოდა ეხა არ დავმალავ რომ ანუ ქვაკუთხედი სტრატეგია რაც გვინდა ის დავარქვათ როცა არის ამის მიხედვით ფილტრავ გადაწყვეტილებებს აუცილებლად რომ ეს არ დაზიანდეს და ყველას გთხოვთ რომ ესე გააკეთეთ იმიტომ რომ თანმიმდევრულობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ბრენდის შენობაში შენი ქვაკუთხედი შენი საძირკველი სიმტკიცეზეა მე დამოკიდებული ზემოთ როგორ დააშენებ და რამდენად ჰარმონიული იქნება ეს და რამდენად თანმიმდევრული და ის იქნება აი ხა სახლის რო წარმოვიდგინო რა რაღაცა კონკრეტული ხა არქიტექტურა ისეთი მეცნიერებაა სწორი, რომ ვერ იტანს რაღაც დევიაციებს ისეთებს, რომელიც ვერ დაეყრდნობა ამ ძირითად შენობას თუ იმ. ავი საძირკოს და ასე შემდეგ. აი დაახლოებით მასე უნდა შეხედო ალბათ, რომ აი ხა მე რა ეს ტოტი ესე გავიყვანო, ხო, ეს ძირითადი ტორსი გაუძლებს თუ არა და ხვდები რომ ვერ გაუძლებს, და ჩამოტლება და მოყვება რაღაც ქვემოთ. დანკა. ალექს, როგორ ფიქრობ, რა არის, რა ქვია იმ ემოციას, რომელიც ეხა ადამიანებს თქვენი ონორეს და აი ამ ადგილის მიმართ აქვთ? აი რა ემოციაა ეს? მე რაც მემართება ხოლმე ალბათ აი კოკა-კოლას გახსნის მოსმენაზე. ხო. რა აი რაღაც ვიღაცა რო ონორეს იგებს, ხშირად გამიგია რომ ეგრევე რაღაც წვადი სუნი მოздით და ჭამა უნდებათ. ონორეს სახელი რო ეს ადამიანს ალბათ მაინც ბრენდზეა ხა ჩვენი პოდკასტი ხო უნდა ვთქვათ რომ ალბათ წარმოუდგება რაღაც შეკრული ჯანსაღი ბრენდი რომელიც ვითარდება ჰარმონიულად და რომელიც უკვე 4 წლის განმავლობაში სთავაზობს ხარისხს კარგ ხარისხს ლამაზ გარემოს სასიამოვნო ატმოსფეროს და წვაც დარეკვის გარეშე. გარეშე. კი ბატონო და აი პოზიციონირებას რო ეძახიან რა, ხო, ბრენდინგში და მარკეტინგში, აი ეს პოზიციონირება იცი თუ არა, თუ არ მოგიკვლევიათ, აი შენთვის რა იქნებოდა ყველაზე მაგარი მოსასმენად, რომ ონორეს სახელის გაგონებაზე აი რა მოздით ადამიანებს თავში 1 2 3 წკაპ. აი რა გაგისწორდებოდა?
რაღაც ჩამონათვალი. მე მგონია რომ ზუსტად ის რაც ახლა მოზდით ადამიანებს, აი რაც სვენი, რასაც მე ვიკვლევ. და პირდაპირ ვიკვლევ არ ჩამიტარები. კაი ადგილი რაღაც. კაი ადგილი და კაი ლამაზი ხალხი. ძალიან ბევრი ლამაზი ხალხი დადის ჩვენთან. ყველა. ძალიან სასიამოვნო ამბავია ეგ. ლამაზი საზოგადოება. აი ეგ რო უყურებ, აი რა ლამაზები ვართ ქართველები ღერთი ჩემ. და მე რაღაც სწავლ ვარჯიშს დავიწყებ. ორშაბათი როდის მოვა რომ ვარჯიში დავიწყებ ღერთი ჩემ. თუმეტეს ონორე უწყობს ამას ხელს, იმიტომ რომ ვარჯიშს რო დაიწყებ, ცილები აგერა, ხო? კი ბატონო, პროტეინი იქვე აქვს. კი ბატონო. აი შენი გამოცდილებით რას ეტყოდი ჩვენ მაყურებელს, რა არის ის მნიშვნელოვანი საკითხები, აი რაც ყოველდღე უნდა გაითვალისწინო, რომ შენი ეს ქვაკუთხედი, შენი ბრენდისა ეს შინაარსი არ დაგენგრეს და შეინარჩუნო და რა თქმა უნდა ბიზნესი შეინარჩუნო. აი ყოველდღიური ამბები რა. გათეთი 3 წელი. ყველაზე მთავარი. თვალი ადევნეთ ფასების ცვალებადობას ბაზარზე აუცილებლად. განწყობა უნდა შეინარჩუნოთ და დისციპლინა ორგანიზაციაში შიგნით და უნდა გახსოვდეთ რომ თქვენი თითოეული სტუმარი არის ძალიან ძვირფასი თქვენთვის. ჩემი თითოეული სტუმარი არის ჩემთვის მართლა გულწრფელად. ძალიან ძვირფასი, იმიტომ რომ ვიცით რამდენი ძალა და ფული და ენერგია დავხარჯეთ იმაში რომ ადამიანი მოსულიყო ჩვენამდე. და თავისი დახარჯული ძალის და ენერგიით გამომუშავებული ფული დაეხარჯა თქვენთან. რა თქმა უნდა. ეგ არის უდიდესი პატივი. ვუძნობ რომ ეს ჩემი ძალიან დიდი პატივია, რომ ადამიანი თავისი პატიოსანი შრომით ნაშრომ ლარებს, ხარჯავს ჩვენთან. ეს არის აი blessing, რასაც ქვია და ვარ ბედნიერი და უაღრესად მადლიერი ამ ხალხის მიმართ. იმიტომ რომ ფსიქოლოგები ამბობენ რომ სიტყვებიო ზოგჯერ ახდენს გავლენასო რა დამოკიდებულებებზეო რა ეს მომხმარებელი რაღაცა ნამეტანი ცუდი სიტყვა არის რა ეს კალკია უფრო აი კონსიუმერიზმი და აი მანდედან წამოვიდე ხა ჩვენი ტერმინოლოგია სამეცნიერო ძირითადად ეკონომიკური არის კალკი ან რუსულიდან ან ინგლისურიდან და ხშირ შემთხვევაში არას აი მომხმარებელი რაღაცა აი კონსიუმერიც არის და თან აი ნარკოტიკის მომხმარებელია და სუბეძებ სიტყვას რითი ჩავანაცვლო რა და სხვათა შორის სამიზნე აუდიტორია რო იციან ხოლმე ეს ცოტა ეგრეთ წოდებული ტაცებლური ხიშნიკური ამბავი რომ სამიზნე ანუ ჯიბე ჩავანაცვლე სასურველი აუდიტორიით რა და ბევრად მირჩევენ იმიტომ რომ სასურველი არ არის აი ესეთი რაღაც შარფ ძალიან მკვეთრი სიტყვა არ არის და აუდიტორიაც ისეთი მკვეთრი რაღაცაა, ამორფული ორგანიზმია ცოტა. ხო, მაგრამ ნუ აი სასურველი ხალხი. სასურველი მერჩევნია ბევრად მეც. ავალას ჩემი მეგობარი ავალას ვერსია რომ მუშტარი ხო არ ვიხმაროთო. მე ავალას ტრენდი მომწონს, იმიტომ რომ ძველი ისეთი სპარსული წარმომავლობის სიტყვები კარგად შეეთვის საქართველოს და დამკვიდრდა ქართულად. მუშტარი და მუშტარი ხო სატურნია თუ რაღაცა. არ მახსოვს, მაგრამ მუშტარი ვიცით რომ რაც არის და უბრალოდ აი ეს არის რომ მაყურებელსაც ვეთყვი რომ თუ ვინმე შეგიძლიათ დაგვეხმაროთ და შემოგთავაზოთ, დამეხმაროთ და შემომთავაზოთ, რითი ჩავანაცვლოთ ეს მომხმარებელი, თან ამას ხო საბჭოთა წარსული აქვს რომ ნოლი არავინ არ იყავი ფული უნდა გეხადა რომ წესიერი რამე მოეყიდა ჩვენთვის აი ეს საშინელება. ხაი თან რაღაც ჩვენი ქვეყნის ზომა გამორიცხავს აი ესეთ აი ძალიან ბევრი ლათინური სიტყვას ვიძახ მაპატიეთ, მაგრამ არ ვიცხ. აი ჯენერალიზაციას გამორიცხავს ესეც. აი ძალიან სენსიტიური ხალხი, პატარა ჯგუფია და აი ყველას აი მომხმარებელს განზოგადებას ასე ვთქვათ, ხო. მე ვცდილობ რომ გავაქართულო ბრენდინგის ენას, თვითონ ბრენდინგს ვერაფერს ვერ უზამ ალბათ, მაგრამ ვცდილობ ნამდვილად, იმიტომ რომ ისახურებს ეს ყველაფერი. გოგა ჩანადირის სახელობის ორდენი უნდა მოგანიჭოთ. კი ბატონო, თუმცა პირველი ინსპირაცია კი არა და ბიძგი ამისა იყო ჩემთვის ლევან ღვინჯილია აუცილებლად უნდა თქვა. მიუხედავად იმისა, რომ რომელიღაც გადაცემაში ვთვლი, რომ ცოტა აგრესიულად იცავს ქართულ ენას, რომელმაც შეიძლება გააფუჭოს საქმე, რომ არ მიიღონ ადამიანება, ჩემთვის ეს იყო დამაფიქრებელი, რომ ბიჭო და ოტია სიტყვები მახსენდება კიდე იოსელიანის ერთ-ერთ გადაცემაშიც თქვი, რომ ამ ენაზე ვეფხისტყაოსანი დაიწერა და თქვენ არ გეყვენ საბჟუტუროთო რო თქვა რა და ენის დაცვა კარგია. რა. ენის დაცვა არის აუცილებელი, მაგრამ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ენა არის ცოცხალი ორგანიზმი და შეუძლებელია, რომ გვერდი აუარო ამდენ ნეოლოგიზმს, რომელიც ყოველდღიურად ჩნდება ტექნიკურ პროგრესთან ერთად და არ დაგვაუწყდეს, რომ ჩვენ არ ვართ ტექნიკური პროგრესის შემოქმედები, ჩვენ უბრალოდ რაღაცას
მივდევთ და რაღაცას ვაკოპირებთ იქიდან. ამიტომ როგორც კი გვექნება ჩვენი ტექნიკური პროდუქტი და სამეცნიერო პროდუქტი, მაშინვე გაჩნდება ქართული სიტყვები საერთაშორისო ლექსიკონში, ტექნოლოგიურში. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეგოდესმე დადგება ეგ მომენტი. სხვა შემთხვევაში ახლა მეტროს ქვია ქვეგრიალა, ასე ვთქვა და არ გაჩნდა. ვერ გაჩნდა, მაგრამ მაინც მოდი შევთანხმდეთ იმაზე, რომ სადაც შეგვილია მივაწვეთ. ხო. ნუ სოსისის მოწოწნიკა დაძაღებაც არ ამგონია. მაგრამ სადაც შეგვილია მივაწვეთ, რომ ამით ენითა და ივანე ზოსიმე და ამბავ. ძალიან დიდრები ვარ ქართული ენით. ხო, ეგ საკითხი რატო წამოვწიე, იცი, აი მომხმარებელი და რაღაცა გულწრფელი მომეჩვენა შენი პოზიცია, იმიტომ რომ არ დაგავიწყდეთ მეგობრებო, რომ ბრენდი მომხმარებლებისთვის შენდება და კეთდება და მომხმარებლებით ვითარდება. აი ხშირად ვეუბნები ხოლმე ადამიანებს რა, რომ ზიხარ და ფიქრობ, რომ მოდი აი რა გავაკეთო და ამას გავაკეთებ, იცოდე რომ ეგრევე ფიქრობ იმაზე, რომ სხვებისთვის აკეთებ ამას და არა მარტო შენთვის. ის ხალხი თუ არ მოვიდა და გიყიდეს, არაფერი არ გამოვა, მაგრამ ეხლა შემდეგი კითხვა უნდა დავსვა, იმიტომ რომ არაფერი არ გამოვა საერთოდ მომხმარებლებისთვის, თუ არ ყავს კარგი გუნდი, თანამშრომელი. ნახე, მომხმარებლისგან განსხვავებით ეს ძალიან კაი სიტყვა, უფროს უმცროსობა აქ არ ჩანს. employee, ანუ დაქირავებული არის, თანამშრომელი. როგორ აგვაქვს საქმე? მაგ მხრივ მე ეჭვი მაქვს, რომ თქვენის დასთან ერთად თქვენი თანამშრომლების რაოდენობაც გაიზრდებოდა. შიგნი რა ხდება? ჩვენც ვიზდებით, ნუ თავიდან რაღაც რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ხა რამდენიმე ათეული ვარ თქვა. კი ბატონო. ჩვენი თანამშრომლები იზრდებიან ჩვენთან ერთად. რაღაცეები რაც ვიცით, ვასწავლით. ხა ჩვენთან პროფესიული სასწავლებლები საქართველოში ცოტაა ძალიან. და ხშირ შემთხვევაში მოთხოვნა მიწოდებასაც ვერ უწყობს ფეხს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რესტორანი, სასტუმრო და ასე შემდეგ იხსნება. ხა რამდენი ადამიანი უნდა გამოუშვას, ხო? სასრულია იმ მასწავლებლების და კლასების და ების რაოდენობაც. ჩვენი მზარეულები, ჩვენი მენეჯერები, მიმტანები, ასე შემდეგ. გადინება ხშირია? დინამიური პროცესია, ძირითადად, იმიტომ რომ არიან ახალგაზრდები ძირითადად და ახალგაზრდების გეგმები ძალიან ხშირად იცვლება. მაგრამ ბირთვი ადგილზეა, ბირთვი ყავს და ახლებიც სწავლობენ მათთან ერთად. აი, გულწრფელად რო ვისაუბროთ, ახალგაზრდების გეგმები რო იცვლება ხშირად, გასაგებია, მაგრამ ხო არ არის, თქვათ, წასვლის მიზეზი, ასევე რაღაცა თქვენში საძებარი, როგორ ფიქრობ? ააკეთებთ ამის ანალიზს? კი, ყოველთვის კვლევა არის ჩვენი მხრიდან და ჩვენ ხო ვერ ვაკეთებთ ისე როგორც საჭირო. არა, ჩვენი მიზეზით ნახდათ არავინ არ წასულა, მაგას ვერც დავუშვებ, ვერც გამეხილა, იმიტომ რომ ჩვენ თუ ეჭველი. არა, ნახდია, იმიტომ რომ ხა თუ ჯანსაღი გარემო არა გაქვს, ძნელია საერთოდ მუშაობა და ჩვენი ერთ-ერთი ამოსავალი წერტილია, რომ ძალიან ჯანსაღი გარემო იყოს შიგნით კოლექტივში. კი ბატონო. კოლექტივიც ანაირი სიტყვაა, გუნდში. შენთვის რა არის ბრენდი? რო კითხოს კაცმა, არ ვიცი აზე არა ვარ და რა არის ეს ბრენდი? როგორ განუმარტავდი? ბრენდი, მოდი ისევ რესტორნის ჭრილში ვისაუბროთ, იმიტომ რომ მრავალფეროვნება ჩვენი სტუმრებისა ამის ფუფუნებას გვაძლევს, ყველა თავის წრეში ისაუბრებს. რა არის ბრენდი შენთვის? ბრენდი არის აი ეს მაიგადამაება გაცტვა, ხო იცი? დაახლოებით ეგრე ვართ, იმიტომ რომ აი ეს ყველაფერი რაც ავაშენეთ, ეს გაბრენდდა, ეს ბრენდი არის ხარისხი, ჩვენი ხარისხი. რაღაც ეს არტეფაქტებიც გჭირდება, ხო? შენობა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბრენდისთვის. აი ჯამში რომელ სიტყვაში მოიყრიდა თავს ეს? ყველაფრიანად. ხარისხი, სილამაზე. ოკეი, რეპუტაცია? რეპუტაცია ხარისხი. ხარისხია. რეპუტაცია ხარისხია, მეგობრებო, ძალიან კაი ამბავია. პირდაპირ ვაფიქსირებ, რომ შეიძლება მე უნდა მქონდეს მაგარი რეპუტაციაც. აი რა უნდა ვქნა, ხო? ის გამოთქვას. შენი სიტყვა უნდა შეასრულო, რა სიტყვა უნდა დაემთხვა საქმეს. ჩემი რეპუტაცია არის ის თუ მეუნები რომ აქ ყველა მოსვლაზე დაგხვდება კარგი მწვადი, უნდა დამხვდეს. ეგ არის რეპუტაცია. რეპუტაცია არის ის, რასაც ხალხი ლაპარაკობს შენზე ძირითადად, ხო? საშუალო არითმეტიკული და ეს შენთან შეხების მერე გამოცდილება რო. ხო, და აი ეს ანუ ხარისხი. ოკეი, კი ბატონო. ხარისხი ცოტა აბსტრაქტული თემაა, მეგობრებო. მაგრამ ხარისხზე ძალიან კაი რამე თქვა, სხვათა შორის ჯობსმა თქვა, რომ თუ შენ საკომუნიკაციო ბიუჯეტსო ხარისხზეო, ხარისხზე ლაპარაკზე ხარჯავო,
მაშინო გადაყრილიფულია, იმიტომ რომ ხარისხი უნდა ილაპარაკონ მომხმარებლებმა. მეც ასე მირჩევნია რა, აი Facebook-ის და იმის პოსტვას მირჩევნია, რომ რაღაცა გავაკეთოთ ხელშესახები. კარგი მწვადი და ხინკალი დაახვედრო და ხაჭაპური სხვათა შორის. ჩვენი სტრატეგიაც უნდა ვახსენოთ ალბათ თავიდან როგორ დავიწყეთ კომუნიკაცია, რომ მივხვდით რომ რაღაცას კარგად ვაკეთებ. შემდეგ კითხვა ეგ იყო კომუნიკაციაზე რა შვებით? ძირითადად ჩვენი რა ამირანგულში ღერო და არ გამოვა. ამირანგულში ღერო და არა, მაგრამ ამირანი, სხვა ამირანები ღეროდნენ ჩვენზე ესე გამოვიდა რა. ძალიან დიდი ხანი არანაირი პოსტი არ მქონდა. აკეთებული და ხანახურობაც იყო ხოლმე, რომ წერდით, აი ხა შემდეგ პოსტს დავწერთ და მოემზადეთ. ნუ არაფერი რა. როცა მივხვდით რომ სხვები ალაპარაკდნენ ამაზე, გადავწყვეტ რომ არანაირი ენერგია არ დავხარჯოთ. თან მაშინ როცა გავხსენეთ, იცი როგორი ტენდენცია იყო რუსული და უკრაინული რესტორნების მიბაძვით, რაღაც ისეთი სულში ჩამწდომი გასტრონომიული ტექსტების წერა, რომ აი ფრანგი გლეხი დილას ისხამ დილაზე ბულონ-სუღმერის ტრასაზე გავიდა და ოფმა დაუცვა რა შიშველი ზურგი და ცოლი ელოდა სახში კრუასანი. Come on, that's a bullshit. ხო და არ მგონია რომ ხა კომუნიკაციის გარეშე და ვერ დარჩები, იმიტომ რომ ოკეანეში ჩაიკარგები. არ მგონია რომ შენი კერძის ფოტოზე და სახელზე, ან თუნდაც ინგრედიენტებზე მეტი რამე ჭირდებოდეს კომუნიკაციას, როცა საქმე მიდის ნორმალურად. აი ფრანგი კაცი ცოლთან მოვიდა და იქ მოხნული ხორბალი მოიტანა იმ დღეს. კარგი. ხო, მაგაში ნაწილობრივ გეთახმები, ნაწილობრივ ვერ გადახმები. ეხა ეს როგორი სტილი იქნება, სხვა არის, მაგრამ მარკეტინგული ყველას თავისი მე არ მევასება ეგ რა. არა, სტილზე არ ვლაპარაკობ, რომ კომუნიკაცია საჭიროა, თუმცა ვიტყვი, რომ რასაც ალექსი ამბობს, რომ კომუნიკაციას ძალისხმევ არ დავხარჯოთ, რატო არ გეთახმები გეტყვი, თქვენი კომუნიკაცია და მომსახურების ბრენდის კომუნიკაცია არის ყველაზე ნაღდი ბრენდინგი არის, როცა თქვენ ადგილის ზღურბს გადმოვაბიჯებ. იქ ვინ დამხვდა, როგორ დამხვდა, როგორ მიმიღეს, როგორ გამომყვებეს. პირდაპირ კომუნიკაცია. ახლა მე ძალიან რადიკალურად გამომივიდა, მაგრამ მე რაღაცნაირად ჩამოყალიბდა იმით, რომ ძალიან ბევრი ადამიანი მიცნობს მედია სფეროში, ბიზნესში, იმიტომ რომ ხან რეკლამაში მუშაობდი, ხან ფოტოგრაფი ვიყავი, Airbnb, Red Bull, TBC, საქართველოს ბანკი და ასე შემდეგ და ჩემს სიტყვას ერთ სიტყვით ამ სოციალურ ქსელებში საკმაოდ ბევრ ხალხს წვდება. ხო, ისა უკვე არეალი აქვს რა გავრცელების და ამან გვიშველა ალბათ, იმიტომ რომ ძალიან მარტივად იგებს ადამიანი რაღაცას როწე. ამბებს კი. ხო, იმიტომ რომ რაღაცა 20,000 ფოლოვერი მყავს თუ რაღაც და ეგ რაღაცას ნიშნავს რა. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ხო და აი შენ რაღაც ნაწილობრივ კი არა და პერსონალური ბრენდი ხარ, რომელსაც ადამიანები რაღაცას აკვირდებიან და ასე შემდეგ. არ ვიცი, შეიძლება. ხო, მაგრამ თუმცა მაგარი რამე თქვი ალექს, აუცილებლად უნდა გავამახვილო ყურადღება, ჩვენზეო სხვა ამირანებიო ღეროდნენო რა და თანაც გულში არა ხმამაღლა, ხო და მეგობრებო, პირადად ჩემი ნასწავლი ნაკითხი, რაც მინახავს, გამიგია და მომისმენია, გეტყვით, რომ არ არსებობს იმაზე ძლიერი საკომუნიკაციო არხი, რაც არის მომხმარებელი და პირადი რეკომენდაცია, ეგრეთ წოდებული word of mouth რო ეძახი. მე რო კარგ საჭმელს პოულობ, ვერ ვაჩერებ, წავიწადით რა. დღეს სხვათა შორის რომ მოდიოდი ჩვენთან ლისას უთხარი, რომ თუ მისამართი ვერ ისა თქო კვების ობიექტი რაც არის ნაპოლი ეგ უთხარი და მოაგრებს, იმიტომ რომ ჭამის კაცია თქო რა. საბურთალოზე დიდად არ გამოდიან ხოლმე, იმიტომ რომ საცობია თაწმინდაზე ვთქვა. ნაპოლი ვიცი. არა, რეკლამა გაუწიეთ ნაპოლის და იმსახურებენ, მინდა გითხრა, რაც მე გამისინჯა. კარგი ხალხი. ხო, კარგი ხალხია. კარგი, გადასარევი, სტრატეგია რა არის თქო, ასევე მაგ კითხვა, მაგრამ თქვი უკვე ქვაკუთხედი, რომელსაც მიყვები, ხო? ეგ არის. ქვაკუთხედი, რასაც მიყვებით, ხარისხის შენარჩუნება, ეხა ჩვენი ახალი ბრენდის ფეხზე დაყენება, პალმების, რომელსაც ჯერ არც გვერდი არ აქვს, არც ერთ ქსელში, არც გუგლში, მაგრამ კარგად მუშაობს, არ ვენდო. მაგრამ ის აქვს სამზარეულო და მენიუ. სამზარეულო კარგი აქვს, ხო. ხო და აი ხა პალმების ფეხზე დაყენებაა ჩვენი მნიშვნელოვანი ამბავი, რთული პერიოდი მოდის, მეგობრებო, ბიზნესისთვის, არა მხოლოდ ბიზნესისთვის. იქნება турბულენტობა. ეხლა ლანგასავით გამომდის, მაგრამ ყველა მეცით რა. ალბათ იქნება. უცნაური ამბავი იქნება და ჩვენი ქვეყანა გამოირჩევა, იმიტომ რომ ძალიან შორსმევალ გეგმებს ვერ აკეთებ რა. იმიტომ რომ ხშირად უნდა გამოხვიდე იმ მოცემულობიდან, რაც დღეს გაქვს. იმიტომ რომ ხვალ რა იქნება არ იცი. აი ეს უნდა გადავაგოროთ ეხლა ყველამ ერთად, ჩვენ, თქვენ ვინც გვიყურებს ახლა. კი ბატონო, თუმცა როცა ბრენდს აშენებ და საქმეს აკეთებ, ამ გადაგორებაში
დამეთანხმები თუ არა, ეს მაინტერესებს, რომ ის შენი ქვაკუთხედი რაც გაქვს შენი სტრატეგია შინაარსი გეხმარება, რომ არ დაგავიწყდეს ვისი გორის ახარ, ანუ და რაღაცა სისულელე არ გააკეთო, რომელიც კომპასია შენი, რომელიც გაჩვენოს ვარსკვლავი, როგორც ხო, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ძლიერი საფუძველი დაგაძლევინებთ რთულ პრობლემებსაც კი. არათუ პატარა შეიქებს და турბულენტობას. ხო, სტრატეგია რა არის კიდე ჩვენი? არ ვიცი, სტრატეგიის ნაწილი არა, მაგრამ ბრენდი თუ არ ფართოვდება, თუ არ ვითარდება, სტაგნაცია, პლატო და მე გვდება, ხო? დიდი ხანია სიცინცხალე ჭირდება. ხო, ჩვენ რაღაც მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ რაღაც აქეთ-იქით ბევრთან და ჩემი აზრით ჩვენი ბრენდის შემდეგი გაფართოება იქნება უკვე ფარგლებს გარეთ ჩვენი ლამაზი ქვეყნისა. ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. მაშალა, როგორც ითქვა. ხო, იმიტომ რომ მე ძალიან გულშემატკივრობ ქართულ ბრენდებს ნამდვილად. მე ვემუშავე, არ მემუშავე მნიშვნელობა არ აქვს. ძალიან მიხარია რომ ანტრე არის ლონდონში და რამდენი გახსნეს ძალიან გამიხარდა ეხა რომ სკაჯუს ბარიც გაიხსნა პრაღაში და ღმერთმა ქნას რომ ონორეც 8000 მოსავალი ბერლინში სადაც ძალიან ხელისტუბარი ვარ ხოლმე ყოველ ჩასვაზე ღმერთმა ხელი მოუმართოთ და თქვენც ასევე აი ძალიან გამიხარდება იმიტომ რომ შეგვიძლია მეგობრებო რომ ქართველებიც გარეთ გავიჭრათ და მოვწამლოთ იქაურობა რაღაცა სოფლიო იმსახურებს იმას რომ კარგი ქართული სასმელ-საჭმელი ნახოს კი ბატონო და მოუთმელად ველოდები თქვათ იგივე სკაჯუს ბარის დამფუძნებელთან შეხვედრას იმედია მოვლენ გადაცემაში 8000 მოსავალი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სადა შორის ოლდბოიში აქვს ოფისი ხო თუ ვერ მე ჩაუსაფრთები ალექს ერთ-ერთი ბოლო კითხვა მაქვს ესეთი რო არ კითხვა არ შეიძლება შენი გამოცდილებით შენი ბიზნესიდან გამომდინარე ხარ რაც არის ამ ბრენდის შენების პროცესში როგორ ფიქრობ რა არის მთავარი უნარი და თვისება პიროვნული იმ ადამიანის ვინც ბრენდს აშენებს აი რა ჭირდება აი უნივერსალური რა იქნებოდა ყველას რა ჭირდება რის ბალანსი რისი ბალანსი რაციონალურის და ირაციონალურის ემოციური და რაციონალურის ბალანსი ჩვენ შემთხვევაში გიორგი რაციონალურია მე უფრო კრეატიული მხარეა და იდეალური ბალანსი გავუწევ იმიტომ რომ მე რომ მარტო ვაკეთებდე რაღაცას რაღაც ფეიერვერკივით იქნება და მალე ჩაიწვებოდა ემოციურად გადაიჩეხებოდი ხო რა მე ეგეთი ადამიანი ვარ ნამდვილი ისეთი კი ბატონო ქართული ანუ გულსაც მნიშვნელობა აქვს ვინ როგორ ბალანსდება ეს ხო ეს კრეატიული აღმასრულებელი კი ბატონო ბალანსი კარგია ყოველდღიურობაში კიდე რა შეიძლება იყოს ის თვისებები უნარები რაც უნდა გქონდეს ადამიანს დისციპლინა კი ბატონო ბალანსი და არ უნდა გეშინოდეს ცვლილებები სიბრძნეების ამბავი გამოდის, მაგრამ რატო? აი, ჩემი ცხოვრებიდან ეგრეა, რა ცვლილებების თუ შეგეშინდება, მართლა მე გადადიხარ სტაგნაციაში, იკეთები და მიდიხარ დაბლა, რაც არის ჩემთვის სიკვდილი. ჩემი სააგენტო სლოგანიც ეგაა და ჩემი პირადიც, რომ იყავი გაბედული და აცოცხლე ბრენდი. Be brave, live the brand. ხო, დისციპლინა არის მთავარი. დისციპლინა, რა თქმა უნდა. საკუთარი თანმიმდევრული იყო და ორგანიზაცია საკუთარიდან გამოდის, აი რა, ლოგინის გასწორებიდან იწყება ყველაფერი. აუ გაგახარებს ღმერთი და სხვა შორის LinkedIn-ზე მიდევ სტატია ინგლისურ ენაზე დავწერე, რომ ბრენდის განვითარება პირველი პირის თვითგანვითარებიდან იწყება, თქო და ეს თვითგანვითარება არის დისციპლინა და მეგობრებო, ჩემ აზრს გეტყვით, ნამდვილად არ მაქვს პრეტენზია, რომ რაღაცა დეკარტი ვარ ან რაღაცა, მაგრამ მე მივხვდი, აღმოვაჩინე ჩემ ცხოვრებაში, რომ დისციპლინა არის უმაღლესი ხარისხის თავისუფლება. იმიტომ რომ შენ თავს უწესებ წესებს, შენ ხარ ბატონ პატრონი და ამას მიყვები და ნუ მერე კაია რა. შენი კონსტიტუცია პირადი, ესე იგი. შენი კონსტიტუცია პირადი, რომელსაც შენი წესებს შენ. ჩვენ ხო გვაქვს კონსტიტუცია, მაგრამ თავისუფლები ხო ვარ ჩვენი კონსტიტუციის რა თქმა უნდა. ალბათ ესე უნდა მივიდეთ ძალიან კაია. მალადაც ალექს. ბოლო კითხვა. რატომ უნდა ააშენო ბრენდი? ბრენდი უნდა ყველამ არ უნდა ააშენოს, არ ვიცი. რა მოვა? ვინც უნდა ააშენოს, რას იკეთემო? რა არის? ჩვენ ადამიანები ვარ სხვადასხვანაირი. ვიღაც შეუძლია რაღაც აშენება, ვიღაცას შეუძლია თავის საქმის კარგად კეთება, სხვის აშენებულში. ანუ ეს არ გამორიცხავს იმას, რომ ერთი უფრო მაგარი ტიპია და მეორე შედარებით ნაკლებად. ბრენდი უნდა ააშენო იმ შემთხვევაში, თუ შენ იწყებ ამ რაღაცის გაკეთებას, პირად ბიზნესს იწყებ, იმიტომ რომ ბრენდი იყიდება კარგად. ძალიან კარგად. ბიზნეს აკეთებ იმიტომ, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია მოახდინო და ასევე გქონდეს კარგი შემოსავალი, ხო? ეგ არის ხოლმე ძირითადად ადამიანის აი წვის ნაყოფი. შეიძლება სადღაც მუშაობდე და კარგი ხელფასი გქონდეს, მაგრამ ყოველთვის გიღიტინებს ისაც, რომ ეხა მე რომ ეს ჩემი რომ იყოს
მე ამისგან გავაკეთებ. ხო, აი, აუ, ხო და აი ეს ცნება აჩევლები გამოფენაზე. ეს ცნება ხომ, როცა შენი უნარები არის საკმარისი იმისთვის, რომ გახვიდე ოჯახიდან გარეთ და ამის უკვე ფულად გადაქცევაზე, აი მონეტიზაციაზე, თქვი ფულად გადაქცევა. გადასარევი. ჰა? ფულად ხარობს იოანე ზოსიმეს ხო და სული. მე ხა შეგიძლია რომ იყო რაღაცა ბევრი ლავაცას კაფეები რო აი მაშინ ზესტაფონში ხო ერთ-ერთი იყო რა უბრენდო იქაც ცდილობენ ხოლმე რაღაცის იმას რა Starbucks-ი და რაღაცები ხო ეგეც გზა აღვანთ რომ მაშინ ვიღაცის შემთხვევით ის მაინც ჩამოგივარდება ეგაა ხო მაგ ზონის მნიშვნელობა რომ 20 კაფე ერთნაირ პროდუქტს ყიდის მაგრამ შენ თუ მოახერხებ იმას და რაღაცას შენ სიტყვი რაღაცა პატარა ქვაკუთხედს გამოჩორკნი როგორც წეღავა შეგიძლია იყო ისეთი რომელსაც მოგაკითხავენ ხო შემდეგ დარწმუნებული უნდა იყო რომ დიდი ალბათობით უფრო მეტ ფულს შოვი რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია ეთიკური ფულის შოვნა არის თავარი რაღაცა ბიზნესისთვის ხო ვიდრე ის ტიპები რომელმაც უბრალოდ ამჯობინეს რომ აი ეს საქმე ეკეთებინა ჩუმად ყველასგან გამოურჩეველად და მიყოლოდნენ დინებას რა აი შაურმას გავხსნი რა ოკეი. გადასარევი. შაურმა ძალიან მაგარია, მეც მინდა შაურმის გახსნა ოღონდ. შაურმა ხო, იმიტომ რომ ერგონომიულად ისეთი პროდუქტია, რომ ყველა ვარიანტში ჭამ, ყველა მოცემულობაში და კი, ნებისმიერ ქვეყანაში. საღაც დონერია, საღაც ბურიტოა, საღაც აი ეს არის. კი, მაგრამ რომელი შაურმა იქნება, ამას მნიშვნელობა აქვს ნამდვილად და აქაც ბრენდი საჭიროა. ო. შემდეგი გადაცევის თემა წამოიჩიტა ნელა. კი ბატონო, დისციპლინა, გაბედულობა სასკვების ობიექტის ბრენდის შენება რთულია ძალიან და უნდა ყოველდღიური ცრემლის, ოფლის და სისხლის ხრა. სტუმრად იყო ალექსანდრე ბაგრატიონი ჩვენთან და გვიზიარებდა ონორეს გამოცდილებას. დიდი მადლობა შენ. დიდი მადლობა, არ გახსნათ რესტორანი, თუ ბოლომდე დარწმუნებული არ იქნებით, რომ ეს უნდა გააკეთო. მადლობა, გადასარევი იყო.